და იქ საჭმელი გინდოდა უნდა მოგეყვანა და ასე შემდეგ. ანუ უფრო მოხერხებულები იყვნენ. ბრძოლაც ცდილობდნენ რომ ყოფილიყო მოხერხებული და არანაირ შემთხვევაში გინდოდა უნდა მოგეპოვებინა. უნდა მოგეპოვებინა. ორი გზა იყო საჭმლის შორის. ორი გზა იყო. ან მოიყვანდი შენით, ან ვინმე წაართმევდი. ომი რას ნიშნავს, რომ ვიღაცას რაღაცას ან ართმევ, ან გართმევენ. ომი იმას არ ნიშნავს, რომ რახან ომია, წავიდე თავი მოვიკლა. რაც წარმოიდგენთ ეგეთი რაღაც, აქ ორი ცალი ხმალი მქონდა პლასმასის. სადა მოაიღე? ერთი ხმალი. ეს არ არის შეხედეთ პლასმასის ხმალია. რაც წარმოიდგენ ეგეთ ბატონო დავით მოიმარჯვე ხმალი. ეხლა ამას შეუვარდი. კინოებში რო იყო ბრძოლაში დგანა და რაღაც ესე ხმალაობე ნახევარი საათი ამან ხოპა მერე იქ ამან აქედან ესე ეგეთი რამები არ ახდებოდა. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენი თავი გაქვთ აი ესეთი გალესილი რკინა. წინა სადგა ეგეთი ტიპი. შენ ეხლა რას ფიქრობ რომ ამასთანვე მივალ თან გარშემო კიდე ერთი ეს სალი ხელს უნდა გეჭირო? ხო, მთელი ჯოგი ხალხი დგა, ყველას ესეთი ხმლები უჭირავს და ესე ხმალავ. ომი ეგრე არ ხდებოდა.